და 2 წლის შემდეგ როგორც იქნა კვლავ ხაზია იაგამი. ოღონდ დამეთანხმებით ალბათ რომ ძალიან უცნაურ გარემოში ვიმყოფები. სამწუხაროდ ყოველდღიურად ვხედავ აი ამას და სუნთქავ აი ამ ბინძურ ჰაერს. ვიცი, ყველას გაინტერესებთ რატომ არ ვიყავი ხაზზე და იცით ეს ვისი ბრალია? აი ამ პარაზიტების. აი აგერ არის ერთ-ერთი მათგანი. ერთიც აი იქ თუ ხედავთ ცოტა მოშორებით და ერთიც კიდე ზევით არის, მას ზევით მიაქვს უკვე ინფორმაციები. და აბა გამოიცანით აი ამ ყველაფრის წყალობით ვინ მიშილდა თქვენთან დაკავშირებას და დიახ, სწორედ აი ისინი ვინც იქ არიან. ნუ ამ ყველაფრის შესახებ ალბათ ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით, იქამდე კი რა ვიცი. ეს არის ჩემი ვერანდა ეგრეთ წოდებული, იქ მაქვს კიდევ ერთი ოთახი. მაგრამ იცით რა საქმე, მოიცადე ეს მტრედი. მოკლედ ამ მტრედს დავსდევთ ძალიან დიდი ხანია, რა შეიძლება ვესრულო. არ მინდოდა რომ ამის მომსწრეები გამختارიყავით, მაგრამ ამ მტრედს კირისერი უნდა მოგრიხო. კვლავ გამიფრინდი, მაგრამ ერთხელაც იქნება დაგიჭერა. და თუ გაინტერესებთ რატომ დავსდევი, იმიტომ დავსდევ რომ არ იცის სად აქვს ტუალეტი. ნუ არ იცი ამ მტრედებმა გასაგებია, მაგრამ მთელი აივანი მის გამო არის აკუთებული. კარგი, მოკლედ ეს იქით იყოს. სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვახერხეთ თქვენთან ხაზზე გამოსვლა. რატომ? იმიტომ რომ მთელი ამ დროის მანძილზე ძალიან ბევრჯერ ვცადე, მაგრამ კავშირი არ იყო. რაღაცნაირად, როგორც გითხარით, ანუ ყველაფერს აღშობდნენ და ფიზიკურად ვერ გამოვდიოდი კონტაქტზე, მაგრამ დღეს დილით რაღაცნაირად შეიცვალა ეს ყველაფერი. დილით კი გამოიცანით თქვენ გამაღვიძა აი ამ აბეზარმაკატამ. მინადგურებს ყველაფერს. არა, კატები ძალიან მიყვარს. მაგრამ ეს ერთი რატომღაც გადაკიდებულია. აღარ მოხვიდე იცოდე. გამინადგურა ყველაფერი, შეხედეთ რას დაამსგავს აქაურობა. არა და პირველად რომ ნახე საჭმელი გაუნაწილე, მოვეფერები მეთქი, მაგრამ აიცრუა გული, აიცრუა და მოკლედ დღეში ორჯერ თუ არა ერთხელ მაინც შემოდის ყველაფრის გასაფუჭებლად. რისი ხმა იყო? შანსი არა. ამდენი ხნის მანძილზე, ნოთო? შეუძლებელია. არ მჯერა. კავშირი. ვიღაც კონტაქტზე გამოვიდა. რა შეიცვალა კი, მაგრამ ამ დროის მანძილზე. არ ვიცი რა ხდება. არ ვიცი ვინ ხარ. მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, შენი ხმის გაგონება ნამდვილად გამიხარდება. კარგი, წავიდა. ჰეი, იაგამი, შენ ხარ? მოიცადე კი რა? გამარჯობა. აქ საიდან აღმოჩნდი? ან ეს რა ფორმაში ხარ? ვერ ვიჯერებ. გაგიმარჯოს მეგობარო. ვიცი, ჩემი აქ ნახვა ამ ავატარით ძალიან გიგვირს, მაგრამ მე ჩემ სამყაროში ვარ და აქ იმისთვის ვარ, რომ აქედან თავის დაღწევაში დაგეხმარო. სრული სიგიჟე. ანიმეთივი განადგურდა. რა? ეგ რა არის? მასალებიც კი წაგვეშალა. არა, შეუძლებელია, ოღონდაც ეს არა. წუხვარ, ცუდი ამბებით რომ ვართ. ვიცოდი, ასე მარტივად ვერ იქნებოდა ეს ყველაფერი. გასაგებია, რომ რაღაც ჯადოსნურად მოვახერხეთ ერთმანეთთან დაკავშირება და შენც აქ ხარ, მაგრამ სიმართლე გითხრა, ძალიან დიდი ხანია ვცდილობდით შენთან კონტაქტზე გამოსვლას და დღეს ასე გასაოცრად აღმოჩნდით შენთან. თითქოს დაცვა მოხსნესო. მოკლედ ახლა წავედით. ხაზი არ დაეჭირა. მოიცადე, სად წახვედი? კი რა. კარგი რა, არა და ისე გამიხარდა. მეთქი ყველაფერი ლაგდება და ამ დროს ჯანდება. ან საერთოდ რანაირად მოახერხეს შემოღწევა. ბიჭებთან ერთად იყო. კარგია რომ მარტო არა. მოკლედ, დრო არის რომ ყველაფერს თავი მოვუყაროთ. რა გვაქვს გასაკეთებელი, ან რა გვაქვს საერთოდ ხელთ? გარღვევა მოხდა, კონტაქტზე გამოვედი. პლუს რაღაცნაირად კირა მოახერხა აქ შემოღწევა. გასაგებია რომ დიდი ხანი არ ჩამდი და სათქმელიც ბევრია. მაგრამ მოცემული მომენტისთვის ყველაფერი მეორე ხარისხოვანია. თავარი ახლა ძველი ანიმეთივი წერტილეჯის დაბრუნება. დიახ, სწორედ იმ საიტის, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს არის საიტი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ისტორია. ძალიან ბევრი ადამიანი იყო აქ. იყო დიდი ოჯახი, რომელსაც ბევრი თავგადასავალი გადახდენია.
და ბევრი პრობლემაც გადაულახავს ერთობით. ამიტომაც ჩამოწეროთ დასაბრუნებელი გეგმა. პირველი რაც იქნება, თავი უნდა დავახციოთ როგორმე აქაურობას. უნდა დავბრუნდე და დავიწყოთ ყველაფრის თავიდან გაკეთება. ამიტომაც პირველ პუნქტს დავარქვათ გაქცევა. მეორე, უნდა მოვძებნოთ გზა, რომ აღვადგინოთ როგორმე ჩვენი ძველი მასალა და საიტი ჩავაყენოთ მწყობრში. თუ ეს არ გამოგვივა, საიტი მაინც უნდა შევქმნათ თავიდან. ამიტომაც მეორეს ერქვას აღდგენა. დამტანჯა ამ ფლომასტერმა. მესამეს რაც შეეხება. მესამე ყველაზე ემოციური არის ჩემთვის. რადგან ეს არის დაბრო. ეს არის უკან. შინ დაბრუნება. ასე რომ, მოკლედ, ჩემო უმცროსო და უпроსო მეგობრებო, თანატოლებო, ვიწყებთ ოპერაცია ანიმეთივი წერტილი ჯის, რომელიც შედგება გაქცევისგან, ანუ აქედან თავის დაღწევისგან. მეორე, აღდგენისგან, რაც მოისაზრებს საიტის გაცოცხლებას და შემდეგ მესამე, ანუ როდესაც საიტი გაცოცხლდება, მეც უკან, თქვენთან ერთად დავბრუნდები. იმ დღის მერე, რაც საიტიდან წავედი და ნუ აქ მოხვდი. რა დაგიმოუწდა ყოველთვის. ფიქრობდი იმაზე, რომ ერთ დღესაც უკან დავბრუნდებოდი. არ ვიცოდი ეს როდის მოხდებოდა ან რანაირად, ან თუ შევძლებდი ამას, მაგრამ იმედი ყოველთვის მქონდა. და ახლა თქვენთან ერთად გავივლით და გავივლი უკან დაბრუნების თითოეულ ეტაპს. ასე რომ, დრო არის ავმოქმედდეთ. რადგან ისტორიის სერიალი ფურცლები სწორედ ჩვენ გულდება.